ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა რაღაც სიგიჟე. 30 წლიანი ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება საუდის არაბეთთან. ამერიკის ყველაზე ძვირფასი ტექნოლოგია მათ ხელში გადადის. ამ განცხადებიდან 24 საათში პრეზიდენტი ტრამპიც აცხადებს ერთ პირობას. საუდელებს შეუძლიათ მიიღონ ეს შეთანხმება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ოფიციალურად შეუერთდებიან აბრაამის შეთანხმებებს, თქმებებს და ურთიერთობებს დაანორმალიზებენ ისრაელთან. აი პრობლემა. საუდის არაბეთმა ბოლო 1 წელი გაატარა სწორედ ამ ნაბიჯის საჯარო უარყოფაში. ისინი აკრიტიკებდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ისინი ცდილობდნენ ირანთან დაახლოებას. ყველას ეუბნებოდნენ, რომ არც ერთი ბირთვული შეთანხმება არ ღირს პალესტინაზე კომპრომისად. რატომ? ტრამპი ყველაზე ღირებულ წინადადებას იმაზე გახდიდა დამოკიდებულს, რაც საუდის არაბეთმა ახლახან უარყო. ეს აზრი არ აქვს, თუ იქ კიდევ რაღაც არ ხდება, რაღაც უფრო დიდი. დღეს ჩვენ განვიხილავთ რა მოხდა ახლახან და რატომ შეიძლება ეს სინამდვილეში გენიალური იყო. და რას გვიჩვენებს ეს იმაზე, თუ როგორ აპირებს ამერიკა დარჩეს მნიშვნელოვანი ახლო აღმოსავლეთში ისე, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს აღარ მოუწიოთ შემდეგ ომში ბრძოლა. ეს არის Meteor Occasion JNS TV-ზე. მოდით დავიწყოთ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოსთვის ნათელი გახდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. ამის შემდეგ დაიწყო რბოლა, რათა მთავარი მოთამაშეების თვალში სიმპათია მოეპოვებინათ. საუდის არაბეთს, რომელსაც უზარმაზარი რეგიონული გავლენა აქვს, მოულოდნელად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი გახდა. ვინც საუდის არაბეთის ბირთვულ პროგრამას ააშენებს, მომდევნო 100 წლის განმავლობაში გავლენა ექნება სამეფოზე. რეაქტორის შეთანხმებები გულისხმობს სრულ მომარაგებას, მომსახურებას, ინჟინერიასა და ტრენინგს, ასევე რეგულირებას. ეს ფაქტობრივად უზრუნველყოფილი საუკუნოვანი ურთიერთობაა და ეს ისაა, რაც აშშ-ს ძალიან სურს. მაგრამ ისინი ერთადერთები არ არიან. რუსეთი და ჩინეთიც ცდილობენ გახდნენ ეს პარტნიორი. რუსეთი რეაქტორებს აშენებს ეგვიპტესა და თურქეთში. ჩინეთის სახელმწიფო ბირთვული კომპანიები პროექტებს ახორციელებენ ყურის რეგიონში. და თუ რუსეთი საუდის არაბეთში პირველი მივა, მოსკოვის შემდეგ საუდის არაბეთსა და მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კონტროლს მოიპოვებს. მომდევნო 100 წლის განმავლობაში. რუსი ინჟინრები საუდის ობიექტებში, რუსული კონტროლი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რუსეთის გავლენა სამეფოზე. და ყველამ ვიცით ეს რას ნიშნავს. იგივე ეხება ჩინეთსაც სხვათა შორის. პეკინმა უკვე შუამავლობა გაუწია 2023 წლის ირან-საუდის დაახლოებას. ისინი თავს ამყარებენ როგორც ყურის რეგიონის უსაფრთხოების ახალი შუამავალი. და ამერიკის თვალსაზრისით ეს მხოლოდ იმაზე არ არის უნდა კონდეს თუ არა საუდის არაბეთს ბირთვული ენერგია. საუბარია იმაზე, ამერიკა, რუსეთი თუ ჩინეთი განსაზღვრავს საუდის არაბეთის მომავალს, ანუ ახლო აღმოსავლეთის მომავალს. და მოქმედების ფანჯარა სწრაფად იხურება. ტრამპმა ახლა იმოქმედა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა. მაგრამ რატომ დასჭირდებოდა საუდის არაბეთს ბირთვული ტექნოლოგია საერთოდ? პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი ეკონომიკა ინგრევა. ვიზია 2030. მასშტაბური დივერსიფიკაციის პროექტი, რომელიც საუდის არაბეთს ნავთობის ქვეყანიდან თანამედროვე ეკონომიკად უნდა ექცია, შეფეხებულია. 2026 წლის პირველ კვარტალში მათ 34 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის დეფიციტი ჰქონდათ. ნავთობის ფასები უბრალოდ აღარ აძლევს იმ ბალიშს, რასაც ადრე იყვნენ მიჩვეულები. მათ სჭირდებათ განთქმნარების ქარხნების, მონაცემთა ცენტრებისა და სამრეწველო ზონების აშენება და ეს ყველაფერი ენერგიას მოითხოვს, რაშიც ბირთვული ენერგია ნამდვილად დაეხმარებათ. მაგრამ ეს მხოლოდ ეკონომიკური ნაწილის ნაწილია. ნამდვილი პრობლემა ირანია, როგორც ყოველთვის. 2022 წელს საუდის არაბეთის გვირგვინოსანმა პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ეს მკაფიოდ განაცხადა და ციტირებას ვახდე. თუ ირანი მიიღებს ბირთვული იარაღს, ჩვენც მივიღებთ მას. ის აღწერდა ახლო აღმოსავლეთის იმ მდგომარეობას, რომელსაც ელოდება. თუ ირანი შეიარაღდება, საუდის არაბეთიც იძულებული იქნება იგივე გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს ის საკითხი არის წინააღმდეგაც აშშ-ში მუშაობს. მათ არ სურთ, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული პროგრამა, მაგრამ რადგან ეს პროცესი არც ისე მარტივი და შეუფერხებელია, ისინი მხოლოდ ომზე არ ამყარებენ იმედებს. საუდის არაბეთი თავს გარშემორტყმულად გრძნობს. ისინი ირანის პროქსებით არიან გარშემორტყმულნი. ჰუთები იემენში რომლებიც რაკეტებს უშვებენ მათ ნავთობის ობიექტებზე. ჰეზბოლა ლიბანში, შეიარაღებული დაჯგუფებები ერაყში. ყველა მათგანი ირანის მიერ არის შეიარაღებული და დაფინანსებული და საუდის არაბეთს უკეთესი შემაკავებელი სჭირდება. ისინი აშშ-ზე იყვნენ დამოკიდებულნი, მაგრამ ხედავენ, რომ ეს უბრალოდ არ მუშაობს. 2023 წელს მათ ჩინეთის გზას მიმართეს. პეკინმა ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შეთანხმებაში შუამავლობა გაუწია. მოულოდნელად 10 წლეულების მტრობიდან ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ. საუდის არაბეთმა იფიქრა იქნებ ამით დასრულდეს კონფლიქტი. იქნებ პეკინი გახდეს ახალი უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ რა მოხდა? ირანის იარაღი კვლავ მიეწოდებოდა ჰუთებს. თავდასხმები სპარსეთის ყურის გემებზე არ შეწყვეტილა. პეკინს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზება, მაგრამ ვერ დაიცავს რაკეტებისგან. პეკინი ვერ გაუზიარებს სადაზღვევ ინფორმაციას. პეკინი ვერ დააკავშირებს საჰაერო თავდაცვას ადრეული გაფრთხილების სისტემებთან. ასე რომ 2025 წლისთვის საუდის არაბეთი სერიოზულ პრობლემაშია. მათ ბირთვული ტექნოლოგია სჭირდებათ. მათ თავდაცვის სისტემები სჭირდებათ. მათ ეკონომიკური პარტნიორობა სჭირდებათ. მათ სჭირდებათ, რომ გლობალურ სავაჭრო ქსელებში იმაზე მეტად უნდა იყვნენ ჩართული, ვიდრე ახლა არიან. და ეს ყველაფერი არც ირანისგან და არც ჩინეთისგან არ აქვთ. ამიტომ ისინი იზოლირებულები და სასოწარკვეთილები არიან. 2026 წლის აპრილში სიტუაცია იწყებს შეცვლას. მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს, თეირანმა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი პირდაპირი შეტევა განახორციელა. მას შემდეგ, რაც სადამ ჰუსეინის სკადის რაკეტები 1991 წელს იქნა გამოყენებული. რამდენიმე ირანული რაკეტა მოხდა საუდის ნავთობის ობიექტებს, რამაც ათეულობით მილიარდი დოლარის ზიანი გამოიწვია. და როგორ პასუხობს საუდის არაბეთი? საჯაროდ ისინი თითქმის არაფერს აკეთებენ, უბრალოდ ტრადიციულად გმობენ ირანს. ისინი იბარებენ ირანის ელჩს შეხვედრაზე. ისინი უარს ამბობენ რეალურ
რეალურ სამხედრო პასუხზე, რაც მნიშვნელოვანია. როდესაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დილით 5 სპარსეთის ყურის ქვეყნის ლიდერებს დაურეკა, მხოლოდ საუდის არაბეთმა უპასუხა ზარს და მხოლოდ საუდელები გამოეხმაურნენ. რა თქმა უნდა, ისინი ამას ყველაფერს პალესტინის მხარდასაჭერად აკეთებენ და ისრაელისა და ესკალაციების წინააღმდეგ არიან. მაგრამ ისინი აკვირდებიან, რა ხდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და იციან, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ისრაელის დაზვერვა იცავს და ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები საუდის ნავთობის ობიექტების დაცვაში ეხმარება. ისინი იციან, რომ აბრაამის შეთანხმების ქსელი შესაძლოა იმუშაოს. მას შეუძლია რეალურ დროში დაიცვას ისინი. ამიტომ საუდის არაბეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი არ უპასუხებენ თავიანთი გამტკნარების ხახნების დასაცავად, მაგრამ რეალური მდგომარეობა ასეთია. საუდის არაბეთი იცის, რომ მას ისრაელ-ამერიკულ ქსელზე დაკრნობა სჭირდება, რომელსაც ისინი საჯაროდ ეწინააღმდეგებიან. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელსაც იცავს პარტნიორობა, რომელშიც ისინი უარს ამბობენ გაწევრიანებაზე. და დონალდ ტრამპმაც ეს იცის. დამტკიცებაა იმისა, რომ საუდის არაბეთს სინამდვილეში სჭირდება ის, რასაც ისრაელი და ამერიკა სთავაზობენ. დამტკიცებაა იმისა, რომ ოფიციალური პარტნიორობა, რომელსაც საუდის არაბეთი თავს არიდებს, სწორედ ის არის, რაზეც მათი გადარჩენა იქნება დამოკიდებული. დონალდ ტრამპმა შეხედა სიტუაციას და დაინახა ბერკეტი. საუდის არაბეთი ამბობს, რომ არ სურს ისრაელთან თანამშრომლობა, მაგრამ საუდის არაბეთს სჭირდება ისრაელთან თანამშრომლობა. ამას მათი ეკონომიკა საჭიროებს, ამას მათი უსაფრთხოება საჭიროებს, ამას მათი გადარჩენა საჭიროებს. მათ შეუძლიათ დაცვა იმ სისტემით, რომელშიც საჯაროდ არ ერთვებიან. ისინი იღებენ დაზვერვას ამერიკელი შუამავლების მეშვეობით, რომელიც პირდაპირ ისრაელისგან შეუძლიათ მიიღონ. ისინი იზოლირებულნი არიან გლობალური სავაჭრო მარშრუტებისგან, რომლებსაც ისრაელის პორტებისა და დერეფნების მეშვეობით შეძლებდნენ. და დონალდ ტრამპის შეთავაზება მარტივია. მე ვიცი რა გჭირდებათ სინამდვილეში და არა ის, რასაც საჯაროდ ამბობთ, რომ გსურთ. ის, რაც რეალურად გჭირდებათ. ბირთვული რეაქტორები, ინტეგრირებული უსაფრთხოების სისტემები, ეკონომიკური პარტნიორობა, სვდომა ისრაელის დაზვერვასა და ტექნოლოგიებზე, რომელსაც ამჟამად მხოლოდ ვაშინგტონის მეშვეობით იღებთ. მთელი პაკეტი და ეს ყველაფერი შეგიძლიათ მიიღოთ. მაგრამ შესვლის ფასი ისაა, რომ აბრაამის შეთანხმებებს ფორმალურად და საჯაროდ შეუერთდეთ და ახლო აღმოსავლეთისთვის ახალ გზას დაადგეთ. აღარავით არის მოჩვენებითობა. თქვენ იღებთ ვალდებულებას პარტნიორობაზე, რომლის სარგებელსაც დიდი ხნის წინ მიიღებდით და რომლის სარგებელსაც ჩვენ ყველა ვიღებთ. ეს ბრწყინვალე ბერკეტია, რადგან ის არ ემუქრება იმას, რაც მათ სურთ. ის სთავაზობს იმას, რაც მათ რეალურად სჭირდებათ და აიძულებს მათ გადაიხადონ ამისთვის თავიანთი პოლიტიკით. თანაც ეხმარება მათ რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში. მათ არ შეუძლიათ უბრალოდ შევიდნენ შეთანხმებაში ისრაელთან. საუდელები თითქმის მთლიანად წინააღმდეგი არიან, მაგრამ მათ შეუძლიათ ეს გამოიყენონ როგორც კომპრომისი, რათა მისცენ საუდელებს ის, რაც სურთ. იყვნენ უსაფრთხოდ, დაცულად და ყველაზე ძლიერი მოთამაშე ახლო აღმოსავლეთში. აბა რას სთავაზობს ტრამპი ზუსტად? 1-2-3 შეთანხმება ატომური ენერგიის აქტიდან, ოფიციალური ტერმინია. ძირითადად ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ამბობს, რომ აშშ-ში მიაწვდის ბირთვულ ტექნოლოგიას, რეაქტორებს და საწყობს, მაგრამ სანაცვლოდ საუდის არაბეთი თანხმდება, რომ საკუთარ მიწაზე არ გაამდიდრებს ურანს და არ გადაამუშავებს პლუტონიუმს. და აი რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ურანის გამდიდრება არის ტექნიკური პროცესი, რომელიც ურანის იზოტოპებს აცალკევებს. თუ ურანს დაბალ დონეზე გაამდიდრებთ, თქვათ 3-დან 5%-მდე, შეგიძლია რეაქტორები ამუშავო. ეხლა უკვე გაქვს დიდი რაოდენობის ენერგია, მაგრამ რეალური ბირთვული იარაღის შესაძლებლობა ჯერ არ გაქვს. როცა მას 90%-მდე გაამდიდრებ, სწორედ მაშინ იწყებ ბირთვული იარაღის შექმნას. სოფლიოში მხოლოდ 5 ქვეყანაა, რომელიც ურანს ამდიდრებს ისე, რომ ბირთვული იარაღი არ აქვს. და ეს განზრახდება, რადგან როგორც კი ტექნოლოგიას დაეუფლები, იარაღის შექმნა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებაზეა დამოკიდებული. დონალდ ტრამპის შეთანხმება მოიცავს 2 წლიან კვლევას იმის დასადგენად, თუ რამდენად ეკონომიკურად გამართლებულია გამდიდრების ქარხანა საუდის არაბეთში და თუ გამართლებულია, საუდის არაბეთს დამოუკიდებლად ურანის გამდიდრება 10 წლის განმავლობაში ეკრძალება. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. შეთანხმება არ ავალდებულებს საუდის არაბეთს ხელი მოაწეროს დამატებით ოქმს, საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ინსპექტორებს უფლებას აძლევს ნებისმიერ ადგილას ჩაატარონ შემოწმება, ნებისმიერ დროს წინასწარ შეტყობინების გარეშე. მის გარეშე ინსპექტორებს მხოლოდ იმ ადგილების შემოწმება შეუძლიათ, რომელთაც საუდის არაბეთი თავად აცხადებს. საიდუმლო ობიექტები კი შეიძლება დამალონ და სწორედ ეს არის რისკი. დონალდ ტრამპი რისკზე მიდის იმ ვარაუდით, რომ საუდის არაბეთის ეთქულება აბრაამის შეთანხმებებისადმი, ფორმალური, საჯარო, რომელიც მათ ისრაელსა და დასავლურ ღირებულებებთან აკავშირებს, უფრო მეტია ვიდრე გამდიდრების უსაფრთხოების ზომები. ასე რომ, როგორ იმუშავებს ეს? ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საუდის არაბეთმა რაღაც ისწავლა, რისი აღიარებაც ნამდვილად არ სურს. თქვენ ვერ დაიცავთ თანამედროვე ეკონომიკას რაკეტებისა და დრონებისგან მხოლოდ საკუთარი ძალებით. ამას წლები დასჭირდება. თქვენი ნავთობის ობიექტები, თქვენი გამტკნარების ქარხნები, თქვენი პორტები, აეროპორტები, რეპუტაცია, მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ხედვა 2030-ის ნაწილია. ეს ყველაფერი ახლა მუდმივი სამიზნეა, თუ ირანი გადაწყვეტს მათ დარტყმას და მათ შეუძლიათ ეს. ისრაელს აქვს სისტემები, რომლებიც მუშაობს. Arrow-ის ანტისარაკეტო სისტემა, შორი მანძილის საფრთხეებისთვის, დავითის შურდული საშუალო მანძილის საფრთხეებისთვის, რადარის ქსელები, ადრეული გაფრთხილების სისტემები. მათ 10 წლეულები დახარჯეს ამ სისტემების სრულყოფაზე ირანული საფრთხის წინააღმდეგ, მაგრამ აი პრობლემა. ეს სისტემები საუდის არაბეთს არ ეხმარება, თუ პირდაპირი კოორდინაცია არ იქნება. ხოლო პირდაპირი კოორდინაცია ნიშნავს პირდაპირ ურთიერთობას და პირდაპირ ურთიერთობა ნიშნავს ნორმალიზაციას. და შემდეგ არის სამხრეთის საფრთხე. ჰუთები, რომლებიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ და ირანული რაკეტებითა და დრონებით არიან შეიარაღებულნი, ბაბელ-მანდების სრუტეში გადამზიდავ გემებს ემუქრებიან. ისინი წითელი ზღვის გასწვრივ საუდის არაბეთის ინფრასტრუქტურასაც ემუქრებიან. ისრაელმა უკვე დაიწყო სომალილენდის აღიარება და სადაზვერვო ქსელების განვითარება სპარსეთის ყურეში, განსაკუთრებით ჰუთების საფრთხის წინააღმდეგ. საუდის არაბეთიც ებრძვის ჰუთებს, მაგრამ ცალ-ცალკე. თუ ისინი ნორმალიზდებიან, ეს უცებ ერთობლივ ოპერაციად იქცევა. გაზიარებული დაზვერვით, კოორდინირებული დარტყმებით, ბევრად უფრო ეფექტური იქნება და ყველა სარგებელს მიიღებს.
და შემდეგ რა თქმა უნდა არის ეკონომიკური მხარეც. საუდის არაბეთს სურს დივერსიფიკაცია. ვიზია 2030 მიზნად ისახავს ისეთ ეკონომიკის შექმნას, რომელიც მთლიანად ნავთობზე არ იქნება დამოკიდებული, მაგრამ ამას ვერ შეძლებ თუ იზოლაციაში ხარ. საჭიროა სავაჭრო პარტნიორები. საჭიროა იყო გლობალური მიწოდების ჯაჭვის ნაწილი და აბრაამის შეთანხმებები ქმნის ამ ეკონომიკურ კორიდორს. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც, რასაც ინდოეთის შუა აღმოსავლეთი ევროპის ეკონომიკურ კორიდორს, IMEC-ს უწოდებენ, რომელიც შეჩერებულია, რადგან საუდის არაბეთსა და ისრაელს ერთად მუშაობა სჭირდებათ, რომ ეს განხორციელდეს. IMEC ძირითადად საშუალებას მისცემს, რომ ამ სამყაროს იმ ნაწილიდან ევროპაში საქონელი ირანის გარეშე გადაიტანონ. და ეს, როგორც ყველამ ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. თუ მშვიდობა იქნება, ეს პროცესი გაგრძელდება. საუდის არაბეთი შეუერთდება. ისინი მიიღებენ პირდაპირ სავაჭრო მარშრუტებს ისრაელის გავლით ევროპასა და აზიაში. რეალური ინფრასტრუქტურული კავშირები დააკავშირებს მათ გლობალურ ეკონომიკასთან. ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი არგუმენტია: თქვენ გჭირდებათ ისრაელის ტექნოლოგია თავდაცვისთვის, თქვენ გჭირდებათ ისრაელის პორტები და ლოგისტიკა ვაჭრობისთვის, თქვენ გჭირდებათ ისრაელის დაზორვა ხუთების ოპერაციებისთვის, თქვენ გარკვეულწილად არაოფიციალურად სარგებლობთ ამით. რატომ არ გააფორმოთ ეს ოფიციალურად? შევერთდით აბრაამის შეთანხმებებს საჯაროდ და სანაცვლოდ ამერიკა გაძლევთ ბირთვულ შეთანხმებას, ინტეგრირებულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ პარტნიორობას, ყველაფერს, რასაც რეალურად ცდილობთ შექმნათ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შესანიშნავ შეთავაზებად ჟღერს, არის რაღაც, რაც უნდა გააცნობიეროთ. ისლამისტური სუბიექტისთვის ბირთვული შესაძლებლობების მიცემა რისკია. საუდის არაბეთს აქვს გამოცდილება, რომ როცა ხელს აძლევს, უარს ამბობს ვალდებულებებზე. 2006 და 2024 წლებში ჰეზბოლასთან ომების შემდეგ ლიბანიამ იარაღის ჩამორთმევაზე აიღო ვალდებულება, როგორც ცეცხლის შეწყვეტის ნაწილის. საუდის არაბეთი ამას მხარს უჭერდა, რადგან სურდა ჰეზბოლა დასუსტებულიყო. და რა მოხდა? ლიბანმა ჰეზბოლას იარაღი არასდროს ჩამოართვა. პირიქით, მათ ისარგებლეს ყველა ისრაელის დათმობით. ტერიტორია განისაზღვრა, ძალები გადანაწილდა. მათ მისცეს ჰეზბოლას ხელახალი შეიარაღების საშუალება. მაგრამ იმაზე მეტად, რომ ისინი უბრალოდ შესაძლოა არასტაბილურები იყვნენ. საუდის არაბეთის ამჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობისასა და ეკონომიკის კრახის ფონზე ახლო აღმოსავლეთში გადატრიალებები ძალიან ნაცნობი მოვლენაა. მომავალი არასდროს არის უსაფრთხო და ბირთვული შესული შესაძლებლობების გადაცემა ისეთ სუბიექტზე, რომელიც შეიძლება შენს წინააღმდეგ შემოbrunდეს, სარისკოა. ამ რისკის გასამართლებლად აშშ-ს სურს გარანტია, რომ საუდელები ერთგულნი იქნებიან დასავლური გზის, რომ ისინი იქნება ჩართული დასავლეთისა და მისი მოკავშირეების, მაგალითად ისრაელის ალიანსებში, რათა ასე სწრაფად არ გააუქმონ ეს ყველაფერი. და კიდევ უფრო მეტი სირთულეა. ხედავთ, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შინ გამარჯვება სჭირდება, მაგრამ მისი ხალხი პალესტინის გამო გაბრაზებულია. პალესტინისადმი სოლიდარობა რეალურია, ირანის მხრიდან მუქარებიც რეალურია და ეკონომიკური სასოწარკვეთილებაც რეალურია. ასე რომ, საერთოდ შესაძლებელია ეს. მოდ ის ვერ შეძლებს უბრალოდ თითის ერთი დაკვირით შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი. თუ ნორმალიზაციას ძალიან სწრაფად და ძალიან საჯაროდ სათანადო ფორმულირების გარეშე დააჩქარებს, ის რისკავს შიდა არასტაბილურობას. ის რისკავს, რომ გამოჩნდეს ისე თითქოს ის ისრაელს თავს ახდიდის იმ დროს, როცა მისი ქვეყანა ეკონომიკურად ინგრევა. ამიტომ ტრამპს უნდა შეექმნა ისეთი კარგი შეთავაზება, რომ ხალხს მისი გამართლება შეძლებოდა და თვითონაც შეძლებოდა თავისი ხალხისთვის მისი გამართლება. არა უბრალოდ როგორც ისრაელთან ნორმალიზაცია, რადგან ეს აშკარად მაინც ტოქსიკურია, არამედ როგორც შესვლის საფასური დიდ გარიგებაში. დიახ, ჩვენ ვერთდებით აბრაამის შეთანხმებებს, მაგრამ ვიღებთ ამერიკულ ბირთვულ რეაქტორებს, ინტეგრირებულ უსაფრთხოებას მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე თავდაცვის სისტემებთან, წვდომას ეკონომიკურ დერეფნებზე, ადგილს ახლო აღმოსავლეთის ახალი წესრიგის მაგიდასთან და სანაცვლოდ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ეკონომიკას და ჩვენს რეგიონს ირანული საფრთხეებისგან. აშშ-ს ყავს მოკავშირე, ძლიერი მოკავშირე და ჩართულია შეთანხმებაში, მაგრამ რაც მთავარია, არ უჭერს მხარს მტრებს. ეს გენიალური და ძლიერი ნაბიჯია, მაგრამ მისი გარანტია არ არსებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა მემკვიდრე პრინცი მზად შინ პოლიტიკური ბრძოლისთვის და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ის ამას გააკეთებს, ან რომ შეეძლებს გამარჯვებას თუ კი სცადებს. და შემდეგ რა თქმა უნდა არის კონგრესი. ატომური ენერგიის აქტის მიხედვით, ეს შეთანხმება უნდა გაიაროს 90 დღიანი კონგრესული განხილვის პერიოდი. ამ დროის განმავლობაში კანონმდებლებს შეუძლიათ წარადგინონ ერთობლივი უარყოფის რეზოლუცია მის დასაბლოკად. რა აწუხებს კონგრესს? კონგრესის სამი მთავარი პრობლემის გამოა შეშფოთებული, რომ შეთანხმებას არ აქვს რეალური ინსპექტირების უფლებამოსილება დამატებითი პროტოკოლის გარეშე. საუდის არაბეთმა ახლახან უარი თქვა ისრაელთან ნორმალიზაციაზე, რაც მათ არასანდო ბირთვულ პარტნიორად აქცევს. მათ უბრალოდ შეიცვალეს აზრი და გამდიდრების ტექნოლოგია თავის ბუნებით ორმაგი დანიშნულებისაა, რაც პირდაპირ გზაა იარაღის შექმნისკენ. ეს შეშფოთებები შეიძლება რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ერთიანობის საფუძველი გახდეს და მთლიანად დაბლოკოს შეთანხმება, მაგრამ თუ მათ იციან სარგებელი, ეს შეიძლება მაინც ამუშავდეს. ასე რომ, აი რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მომდევნო 90 დღის განმავლობაში და მის ფარგლებს გარეთაც. პირველი, ოფიციალურად შეუერთდება თუ არა საუდის არაბეთი აბრაამის შეთანხმებებს. ეს არის მთავარი ტესტი. მათთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ნორმალიზაციაზე მინიშნება, ან ჩუმად შეთანხმებების დადება. ტრამპს სჭირდება საჯარო ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთი მზად არის ამისთვის. და თუ პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გააკეთებს ამ განცხადებას, კონგრესი სავარაუდოდ დაამტკიცებს ბირთვულ შეთანხმებას. და თუ ის ყოყმანობს, თუ ის იტყვის, რომ მეტი დრო სჭირდება, ან თუ შეეცდება მოლაპარაკებას ამ საკითხზე, ეს არის ნიშანი, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ჩაივლის. მეორე, რანს გააკეთებს კონგრესი 90 დღიან მიმოხილვის პერიოდში. რესპუბლიკელები და დემოკრატები დასვამენ რთულ კითხვებს დამატებით პროტოკოლზე და გამდიდრების ტექნოლოგიაზე. ასევე იმაზე, შეგვიძლია თუ არა საუდის არაბეთის ნდობა. ის ფაქტი, რომ ინსპექცია არ ტარდება, აშკარად პრობლემურია და არ მიუთითებს კეთილნებაზე. თუ მოსმენებზე სერიოზული ორპარტიული შეშფოთება გამოიკვეთება, კონგრესი შეიძლება შეეცადოს ამის დაბლოკვას. მოაქციეთ ყურადღება, ვინ დამოდის საჯაროდ და რას ამბობენ ისინი. დააკვირდით მესამეს. როგორ იცვლება საუდის არაბეთის საზოგადოებრივი აზრი?
ამის თვალყურის დევნება ყველაზე რთულია. თუ საუდის სახელმწიფო მედია ნორმალიზაციას ირანის წინააღმდეგ უსაფრთხოების აუცილებლობა წარმოაჩენს, ეს ნიშნავს, რომ მემკვიდრე პრინცი თავის ხალხს ამზადებს. თუ რიტორიკა კვლავ მკაცრად ანტიისრაელური დარჩება, თუ ის საჯაროდ თავს იკავებს, ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ მზად არ არის შინპოლიტიკური ბრძოლისთვის. და რა თქმა უნდა, მეოთხე, საუდის არაბეთი ფარულად აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან ან ჩინეთთან. თუ ჩინეთის ბირთვული კომპანიები მოულოდნელად გამოაცხადებენ ახალ პროექტებზე საუდის არაბეთში, ან თუ რუსეთთან შეთანხმების შესახებ გაიგებთ, ეს ნიშნავს, რომ საუდელები ყველა ვარიანტს ღიად ტოვებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპის ბერკეტი უფრო სუსტია, ვიდრე გუგონია და ისინი ამაზე ბოლომდე არ არიან გადაწყვეტილი. და რა თქმა უნდა, მთავარი ჩემი აზრით, უნდა დავაკვირდეთ მეხუთე პუნქტს, ირანის რეაქციას. ირანი ამას ყურადღებით გააკვირდებება. თუ ისინი გაამწვავებენ თავდასხმებს საუდის არაბეთზე ან ჰუთებზე, რათა დასაჯონ ნორმალიზაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, ეს რეალურად აძლიერებს ტრამპის არგუმენტს. მეტი საფრთხე ნიშნავს, რომ იზრდება ისრაელთან პარტნიორობის საჭიროება. მაგრამ თუ ირანი მოულოდნელად დათმობებზე წავა, ან საუდის არაბეთთან დიპლომატიისკენ გადაინაცვლებს, ისინი ცდილობენ სამეფო შეთანხმებას ჩამოაშორონ. უკვე ვიცით, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმა ნაწილობრივ სწორედ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის შეთანხმების შეჩერებას ემსახურებოდა. ეს მათ არ მოსწონთ, ეშინიათ ამის. და სწორედ ამ შიშით შეიძლება იმოქმედონ, თუ იფიქრებენ, რომ ეს მართლაც ხდება. სხვა ფაქტორებიც არსებობს, რაც შეიძლება ამას ისინი მოითხოვენ კაფიო უსაფრთხოების გარანტიებს საუდის არაბეთისგან. თუ ისრაელის ოფიციალური პირები საჯაროდ დაიწყებენ წულწუნს, რომ შეთანხმება ძალიან სუსტია, ეს შეიძლება პრობლემების ნიშანი იყოს აბრაამის შეთანხმების ფარგლებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც მუჰამედ ბინ სალმანის შემდეგი ნაბიჯია. გამოვა თუ არა ის საჯაროდ, ეწვევა ვაშინგტონს. წარმოთქვამს თუ არა სიტყვას რეგიონულ თანამშრომლობაზე ირანის საფრთხეების წინააღმდეგ. მისი ქმედებები მომდევნო 20 დღეში გვაჩვენებს რეალურად მუშაობს თუ არა ტრამპის ბერკეტები, თუ საუდის არაბეთი გასვლის სტრატეგიას ამზადებს. ტრამპი ამჟამად სამრამეზე დებს ფსონს. ის ფიქრობს, რომ სტიმულები უფრო ძლიერია ვიდრე იდეოლოგია, რომ ამერიკის მხარდაჭერის დაკარგვის შიში უფრო ძლიერია ვიდრე საზოგადოებრივი აზრის შიში და რომ როდესაც ქვეყანას იმას თავაზობ, რაც მას სასწრაფოდ სჭირდება და არა იმას, რასაც სიტყვიერად ითხოვს, ისინი რთულ არჩევანს გააკეთებენ და ვალდებულებას აიღებენ. ის ფიქრობს, რომ ბირთვული რეაქტორები, ინტეგრირებული უსაფრთხოება, ეკონომიკური პარტნიორობა და ტექნოლოგიებზე წვდომა ირანის დამარცხების შესაძლებლობა საკმარისია იმისთვის, რომ მუჰამედ ბინ სალმანი შინ პოლიტიკურ ბრძოლაზე წავიდეს. ის იმაზე დებს ფსონს, რომ აბრაამის შეთანხმებების ქსელი მუშაობს, რომ როდესაც რეგიონული ძალები ერთმანეთთან ტექნოლოგიით, დაზვერვით და ეკონომიკური კავშირებით არიან დაკავშირებულნი, ეს მათ დიდხანს აერთიანებს. ისინი ერთგულები რჩებიან და შეიძლება მართალიც იყოს. რეგიონულ ძალებს მანამდეც შეუცვლიათ კურსი. ეგვიპტემ კურსი საბჭოთა კავშირიდან ამერიკას გაზე გადაიტანა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ნორმალიზაციისკენ გადაინაცვლა, მიუხედავად ისრაელის წინააღმდეგ 10 წლეულების განმავლობაში არსებული განწყობისა. და საუდის არაბეთმა შეიძლება იგივე გააკეთოს. ან შეიძლება დონალდ ტრამპიც ხდებოდეს. საუდის არაბეთმა შეიძლება მიიღოს რეაქტორის შეთანხმება და შემდეგ ჩუმად ისევ ირანისკენ გადაინაცვლოს. მათ შეუძლიათ საიდუმლოდ გაამდიდრონ ურანი. მათ შეუძლიათ ბირთვული ტექნოლოგია გამოიყენონ ზეწოლისთვის და არა თავდაცვისთვის. მათ შეუძლიათ საჯარო ვალდებულებები აიღონ და შემდეგ თავი დაიზღვიონ იმ წამსვე, როგორც კი დონალდ ტრამპის ყურადღება სხვაგან გადაინაცვლებს. ყველა ეს შესაძლებლობა არსებობს და ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით, რადგან ეს შეიძლება იყოს განსხვავება იმაში, წავა თუ არა ახლო აღმოსავლეთი მშვიდობისკენ, თუ კიდევ უფრო გართულდება სიტუაცია. შემდეგი 90 დღე გვიჩვენებს რა მოხდება. მე ვარ აია იერგე და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.